ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Amazon-მა გადაწყვიტა, რომ ფედერალურ სავაჭრო კომისიასთან მიმდინარე მრავალწლიანი დავა დაასრულოს მორიგებით და გადაიხადოს 2.5 მილიარდი დოლარის მოცულობის ჯარიმა. აქედან 1 მილიარდი დოლარი წავა ფედერალურ ბიუჯეტში და 1.5 მილიარდი დოლარი განაწილდება 35 მილიონ მომხმარებელზე კომპენსაციის სახით. მართალია, Amazon-ი ბრალდებებს არ აღიარებს და ამბობს, რომ ყველაფერში მართალია, მაგრამ ის მაინც წყვეტს ამ დავას, რომელიც ჯერ კიდევ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში დაიწყო და უკვე იმდენი ხანია გრძელდება, რომ იურიდიული მომსახურება უფრო ძვირი უჯდება კომპანიას, ვიდრე მისი დასრულება, შესაბამისად დასრულება არის ლოგიკური გამოსავალი და აქ ტექნოლოგიური გიგანტები სწორედ აი ამ გზას ერჩევენ, როდესაც ისინი გამარჯვების ყველაზე მოკლე გზას ვერ ხედავენ, ურჩევნიათ, რომ დავა ისე დაასრულონ, რომ ჯარიმა გადაიხადონ და ყველაფერი იყოს ნათელი, რადგანაც ინვესტორებს ყველაზე მეტად გაურკვევლობა არ უყვართ. აქვე ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა ითქვას თავად ის თუ რას განმარტავს ბრალდების მხარე, ანუ ფედერალური სავაჭრო კომისია. როგორც კომისია, ანუ FTC იუწყება და განმარტავს Amazon-ის გამოწერის სერვისი Prime-ი წარმოადგენს ძალიან დიდ პრობლემას ანტიმონოპოლიური თვალსაზრისით. და აქ არის ორი, ასე ვთქვათ, არგუმენტი. პირველი არგუმენტი ის არის, რომ Amazon-ი ყველანაირად აიძულებს მომხმარებელს, რომ Prime-ი იყიდოს. იქნება ეს ფასდაკლების შეთავაზებით, იქნება ეს სპეციალური პირობის შეთავაზებით თუ სხვა ნებისმიერი რამით. მოკლედ, Amazon-ს აქვს მილიონი მიზეზი მოფიქრებული იმისათვის, რომ მომხმარებელს Prime-ი როგორმე ერთხელ მაინც აყიდინოს და თავდაპირველად უფასოდაც კი აძლევს, რადგანაც გამოწერის სერვისი რამდენიმე კვირით ან თვით შეიძლება გააჩნია კონკრეტულ პირობებს, იქნეს უფასოდ ხელმისაწვდომი, უბრალოდ ამის შემდეგ არის მისი გათიშვა საჭირო. აი, გათიშვა არის პრობლემა. როგორც მარეგულირებელი ამბობს, Prime-ის გამოწერის სერვისის შეწყვეტა არის ტექნიკურ დონეზე ურთულესი, რადგანაც ის მენიუში გასაგება და მარტივად არ არის ხელმისაწვდომი, ხშირად საჭირო არის ვებ ბრაუზერიდან შესვლა, შემდეგ უკვე ასე ვთქვათ, სპეციალურ გვერდზე გადასვლა, იქიდან არჩევა მიზეზების გასაგებია მიზეზი. მიზეზი და მიზანი გასაგებია ყველაფერი ამას Amazon-ი აკეთებს ერთადერთი რამის გამო, რომ ეს იმდენად ჩახლართული, რთული და დამაბრუნებელი პროცესი იყოს, რომ მომხმარებელი რომელმაც ერთხელ შემთხვევით დააჭირა თანხმობას ხელი, ვერასოდეს ვეღარ მივიდეს გათიშვის ილაკამდე. ხო, ზუსტად ეგ არის, რადგანაც თავად ეს სერვისი ძვირი არ არის, თვეში ღირს $15 და ამერიკელისთვის $15 გადახდა, არ არის იმხელა ტვირთი, რომ მას უღირდეს YouTube-ში შესვლა, Amazon-ის გათიშვასთან დაკავშირებით ვიდეოს ნახვა, ამ ვიდეოთი გაგება როგორ გააკეთოს ეს და შემდეგ აღსრულება, რადგანაც ეს ყველაფერი მინიმუმ 15 წუთს მაინც წაიღებს და 15 წუთი ხშირად ადამიანებს $15 უბრალოდ არ უღირთ, ამიტომაც ტოვებენ ისინი გამოწერის სერვისს და აი ამასთან დაკავშირებით აქვს სწორედ FTC-ის პრეტენზია და მარეგულირებელი ამბობს, რომ ეს პროცესი იმდენად ხელოვნურია, იმდენად გართულებულია, რომ რეალურად კონკურენტებსაც არასამართლიან მდგომარეობას უქმნის, რადგანაც Amazon-ზე ყველა არის ერთხელ მაინც შესული და ყველას მაინც ერთხელ დაუჭერია Prime-ის ხილაკზე, შესაბამისად ყველა ავტომატურად არის Prime-ის მომხმარებელი და თავად მომხმარებელს, რომელთაც სურთ მაგალითად კონკურენტებთან გადასვლა, მათ არა უბრალოდ კონკურენტთან გადასვლა უწევთ, არამედ ამ Prime-ის როგორღაც გათიშვა, რომელიც როგორც თქვით, საკმაოდ რთულია. აი ეს ქმნის ბაზარზე მონოპოლიურ, ასე ვთქვათ, პოზიციას, რომელშიც იმყოფება როგორც ჩანს Amazon-ი ამას ამბობს მარეგულირებელი. აქვე სტატისტიკაც არის ამოღებული და როგორც ჩანს, Amazon-ის Prime Service იყენებს 197 მილიონი ადამიანი. ისინი ყოველ გაართულეს მიგვირს მაგის. ისინი ყოველთვიურად იხდიან $15 და როგორც მარეგულირებელი ამბობს, ამ 197 მილიონიდან ერთ 30-35 მილიონს მაინც უნდოდა გათიშვა ცხოვრების რაღაც ეტაპზე, მაგრამ ვერ მოახერხა. აი ეს არის მთელი ამ დავის საწყისი და დასასრულიც. აქ Amazon-ი ამბობს, რომ ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და მას ყველანაირი უფლება აქვს, როგორც უნდა ისე ჩაამონტაჟოს გათიშვის სერვისი თავის სისტემაში, მიუხედავად იმისა, რომ ის ალოგიკურია და ზედმეტად ჩახლართულია, მაგრამ ზად არის კომპანია, რომ ეს ჯარიმა გადაიხადოს, ამით ეს დავა დაასრულოს და მათ შორის მომხმარებელს კომპენსაციაც გადაუხადოს და აქვე Amazon-ი იმასაც ამბობს, რომ მომავალში ის აპირებს ამ პრაქტიკის გამარტივებას და უფრო გასაგები პირობების წარდგენას მომხმარებლებისათვის, თუმცა ეს როგორ მოხდება არ ვიცით, რადგანაც ჩვენ ვიცით Amazon-ი ხშირად როგორი აგრესიულია, როდესაც მას უნდა ჩვენთვის რაღაცის მოყიდვა განსაკუთრებით Prime Services და ამისათვის Jeff Bezos-ის კომპანია მილიონ მიზეზს გამოიგონებს კიდევ იმისთვის, რომ Prime-ზე მინიმუმ ერთხელ მაინც ხელი კიდევ დაგვაჭერინოს. სხვადასხვა ზუსტად ეს მაინტერესებდა რეალურად კი დათმო პოზიციები მაგუთხით, მაგრამ რა შეცვლილდა და როგორც ჩანს ისე ბუნდოვნად დათმო, როგორც ახასიათებს სტრატეგიული ბუნდოვანება. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 2.5 მილიარდის ჯარიმის გადახდა ურჩევნია ამ კომპანიას, ვიდრე 197 მილიონი მომხმარებლის დაკარგვა, რომელიც მას ჰყავს ამ გამოწერის სერვისზე.